დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეშმაკობას მიმართა და გამოაცხადა ირანთან ომის დასრულება. მაშინ როცა მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერასაც კი არ მიუახლოვებულა. გუშინ თეთრმა სახმა ოფიციალურად აცნობა აშშ-ის კონგრესს, რომ შეერთებული შტატების სამხედროებმა ირანთან საბრძოლო მოქმედებები დაასრულეს. თანაც ეს უკვე აპრილის დასაწყისში მოხდა. მაგრამ ასეთი განცხადება მხოლოდ ეშმაკობა და სრულად არ ნიშნავს, რომ ომი დასრულებულია. პირიქითაც კი შეიძლება ითქვას. იმავე დროს დონალდ ტრამპმა უარყო მშვიდობის ახალი შეთანხმების ვერსია, რომელიც ადრე ირანმა წამოაყენა. და აი დღეს თეირანში გაამხილეს, რა იყო იმ წინადადებაში და რატო ტრამპის უარის შემდეგ საერთოდ არ ღირს უახლოეს მომავალში რაიმე შეთანხმების მოლოდინი. გარდა ამისა, პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ-ში მხოლოდ აძლიერებს ირანის ბლოკადას და ეხლა ეს ბლოკადა შეეხება ყველა გემს, რომელიც არა მხოლოდ ირანთან არის დაკავშირებული, არამედ ირანს უხდიდა ხორმუზის სრუტეში გავლაზე. ამგვარად ისინი ცდილობენ ირანის ეს შემოსავლის ხაროთ სრულად შეწყვიტონ. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბული მასზე მოცემული ამ ვიდეოს აღწერაში, იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს მათი მიღებისთანავე. ასე რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გადააცილა საკანონმდებლო სისტემას. პრეზიდენტმა ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს, რომ შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები შეწყდა. თუმცა მან არ გამორიცხა შემდგომი სამხედრო მოქმედებების შესაძლებლობა. მაგრამ ასეთი განცხადების გაკეთება მნიშვნელოვანი იყო სწორედ 1 მაისამდე, ან 1 მაისს, რადგან ეს თარიღი ამ ომის კალენდარში წითელი დღე იყო. იმიტომ რომ სამხედრო უფლებამოსილების შესახებ კანონის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტი ვალდებულია მიიღოს კონგრესის თანხმობა სამხედრო მოქმედებების გაგრძელებაზე, თუ ისინი 60 დღეზე მეტხანს გრძელდება. და ეს ვადა ოფიციალურად მთავრდებოდა 1 მაისს. ანუ ამის შემდეგ ტრამპს უბრალოდ აღარ ჰქონდა უფლება ომი გაეგრძელებინა საკანონმდებლო ნებართვის გარეშე. თავდაპირველად აშშ-ის ომის მინისტრმა პიტ ჰექსოტმა განაცხადა, რომ მიიჩნევს, რომ ზავის პერიოდში ირანში ომის დროის ეს წამზომი საერთოდ შეჩერებულია. როგორც ჩანს, 60 დღიანი ათვლა. ამ 60 დღის განმავლობაში აშშ-ს შეუძლია აწარმოოს სამხედრო მოქმედებები კონგრესის დამტკიცების გარეშე, მაგრამ ეს შეჩერდა ცეცხლის შეცვადის შეთანხმების გაფორმების მომენტში, 8 აპრილს. და თუ კი ზავი ჩაიშლება ჰექსოტის აზრით, ამის შემდეგ 60 დღიანი ათვლა თავიდან უნდა დაიწყოს. ეხლა კი მის ციტატას მოვიყვან. ეხლა ჩვენ ცეცხლის შეცვადის რეჟიმი გვაქვს. და როგორც ხვდებით, ეს ნიშნავს, რომ 60 დღიანი ათვლა ან პაუზაზე გადადის, ან სულად ჩერდება ზავის პერიოდში. და საბოლოოდ დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა კიდევ უფრო ჭკვიანურად მოიქცეს. უბრალოდ აიღო და გამოაცხადა ომის დასრულება. უბრალოდ ყოველგვარი მიზეზის გარეშე თქვა, ყველაფერი დაამთავრეთ. საომარი მოქმედებების დასრულების გამოცხადებით, ტრამპი ფაქტობრივად ნულიდან იწყებს ამ დროის ათვლას. რაც პოტენციურად ართულებს კონგრესისთვის მისი უფლებამოსილების გაპროტესტებას ან შემდგომი ქმედებების შეზღუდვას სამხედრო უფლებამოსილების რეზოლუციით. საკითხი იმაშია, რომ თუ ხვალ დონალდ ტრამპი ომს განაახლებს, ეს უკვე ახალი ომი იქნება. და საჭირო იქნება ხელახლა 60 დღის დათვლა იმ მომენტამდე, როცა კონგრესის დამტკიცება გახდება აუცილებელი. შემდეგ ისევ შეიძლება განაცხადონ, რომ ომი დასრულდა, დაიწყონ ახალი ომი, ახალი ბრჭყალებში. და ასე შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. შედეგად, ოფიციალურ წერილში კონგრესს დონალდ ტრამპი წერს, ციტატა: 2026 წლის 7 აპრილს მე განკარგე ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა. მას შემდეგ შეთანხმების მოქმედება გაგრძელდა. 2026 წლის 7 აპრილის შემდეგ ამერიკულ ჯარებსა და ირანს შორის არანაირი სროლა არ ყოფილა. 2026 წლის 28 თებერვალს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები ოფიციალურად დასრულდა. და ეს იყო მართალია ბინძური, მაგრამ მაინც ჭკვიანური ნაბიჯი. რადგან მანამდე დემოკრატებმა უარყვეს ჰექსეთის მოსაზრება. ამტკიცებდნენ, რომ ირანის საზღვაო ბლოკადის გაგრძელება კვლავაც სამხედრო მოქმედებად ითვლებოდა. იმიტომ რომ მასში ჩართულია სამხედრო გემები. და ფაქტობრივად ასეა კიდეც. ამიტომ ტრამპმა უბრალოდ განაცხადა, მოусმინეთ, ჩვენ დავასრულეთ. ბოდიშით, მაგრამ პირობითად რო ვთქვათ, 5 წუთში ისევ დაიწყეს. ასე რომ ბოდიშით, რაც ეხლა ხდება ხორმუზის სრუტის რაიონში, ეს უკვე ახალი ომია. აი ის, რომელიც 28 თებერვალს დაიწყო, უკვე დიდი ხანია დასრულებულია.
მეორე მხრივ სენატში რესპუბლიკელები სრულად ტრამპის მხარეს არიან და ხუთშაბათს სენატმა რეზოლუცია დაბლოკა. სამხედრო უფლებამოსილებები მიზნად ისახავს ტრამპს აიძულოს შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ირანის წინააღმდეგ ან მოითხოვოს ნებართვა მათი განხორციელებისთვის. კანონპროექტი ჩავარდა 87 ხმით 50-ის წინააღმდეგ. ამასთან ორი რესპუბლიკელი სენატორები, სიუზენ კოლინზი და რენდ პოლი, დემოკრატებთან ერთად მისცეს ხმა. შედეგად ტრამპამ კაფეოდ მიანიშნა, რომ ის კვლავაც ღია მომავალი სამხედრო მოქმედებებისთვის და რომ ის მათ განიხილავს როგორც ცალკეულ სამხედრო ოპერაციებს, სამხედრო უფლებამოსილების შესახებ კანონის შესაბამისად. შემდეგ მოიყვან ტრამპის კიდევ ერთ ციტატას. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს თავისი ჯარების შემადგენლობის განახლებას პასუხისმგებლობის ზონაში ცალკეულ ქვეყნებში საჭიროებისა და მიზანშეწონილობის მიხედვით. ირანისა და ირანული პროქსი, ძალების მხრიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე შეერთებული შტატებისა და მათი მოკავშირეებისა და პარტნიორების დასაცავად. ეს ცვლილებები უფრო დეტალურად არის აღწერილი ამ ღია წერილის საიდუმლო დანარჩში. აქვე სწორედ შესაფერისია შეგახსენოთ, რომ გუშინ დონალდ ტრამპმა უარყო ირანის სამშვიდობო წინადადება, ხოლო დღეს თავად ირანმა გაამხილა რა ეწერა იმ წინადადებაში. ის ითვალისწინებდა არმუზის სრუტეში ნავიგაციის აღდგენას და ირანის მიმართ ამერიკული ბლოკადის შეწყვეტას, ხოლო ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები მოგვიანებისთვის გადადებული იყო. წინადადების მიხედვით, ომი დასრულდება იმ გარანტიით, რომ ისრაელი და შეერთებული შტატები აღარ შეუტევენ ირანს, თეირანი გახსნის არმუზის სრუტეს, ხოლო აშშ გააუქმებს ბლოკადას და ყველა დაბრუნდება საცხის წერტილზე, საიდანაც ეს ომი დაიწყო. ამის შემდეგ გაიმართება მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე, სანქციების გაუქმების სანაცვლოდ. ამასთან თეირანი მოითხოვს თავისი უფლების აღიარებას ურანის გამდიდრებაზე მშვიდობიანი მიზნებისთვის. თუნდაც დათანხმდეს ამ საქმიანობის შეჩერებას. ანუ არსი იგივე რჩება. ირანი მოითხოვს შეინარჩუნოს თავისი უფლება ურანის გამდიდრებაზე, რაც აშშ-ისთვის სრულიად მიუღებელია. მაგრამ, დიახ, მიუხედავად იმისა, რომ გამოცხადდა საბრძოლო მოქმედებების დასრულება, ტრამპი ბლოკადას არ ხსნის. პირიქით, აშშ-მ გააფრთხილა საზღვაო გადამზიდავი კომპანიები, რომ ირანისთვის არმუზის სრუტის უსაფრთხო გავლაზე გადახდის შემთხვევაში მათ სანქციები დაეკისრებათ. ეს გაფრთხილება კიდევ ერთ ზეწოლის დონეს ამატებს შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის არმუზის სრუტის კონტროლისთვის მიმდინარე დაპირისპირებაში. გაგახსენეთ, რომ ირანმა ფაქტობრივად დახურა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სრუტე, მას შემდეგ რაც 28 თებერვალს აშშ-მ და ისრაელმა ომი დაიწყეს. მოგვიანებით თეირანმა დაიწყო გარკვეული გემებისთვის უსაფრთხო გავლის შეთავაზება, მათთვის შემოვლითი მარშრუტების მითითებით, რომლებიც მის სანაპიროსთან უფრო ახლოს გადიოდა და ამ მომსახურებისთვის საფასურს იღებდა. და სწორედ ეს პრაქტიკა, როცა ირანი საფასურს იღებს, გახდა აშშ-ის სანქციების გაფრთხილების მიზეზი. გადახდის მოთხოვნები შეიძლება მოიცავდეს არა მხოლოდ ნაღდი ფულის გადარიცხვებს, არამედ ციფრულ აქტივებს, არაფორმალურ სვოპებს ან სხვა სახის ნატურით გადახდებსაც. საერთოდ ჩვეულებრივი ენით რო ვთქვათ, აშშ-ში დააკვირდება ვინ და როგორ იხდის ირანს გემების გავლას. თუ დამტკიცდება, რომ გადაიხადეს, მაშინ ეს კომპანიები, ეს გემთხრობელები უკვე ამერიკულ სანქციებს დაექვემდებარებიან. საერთოდ ტრამპმა როგორც ჩანს ამ ეტაპზე გადაწყვიტა ეკონომიკური ბლოკადის გზით ზეწოლა მოახდინოს, იმ იმედით, რომ ირანის ეკონომიკას დაასუსტებს და თეირანის რეჟიმს აიძულებს ბირთვულ შეთანხმებაზე წავიდეს. მაგრამ ჭკვიანური სვლა გააკეთეს. ომი თუ გამოგრჩათ დასრულდა. ახალი ომი დაიწყო. აქ მრავალ წერტილს დავშვა. თქვენი აზრი და დასკვნები დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აწკაპუნეთ ძაზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამისთვის მადლიერი ვიქნები. ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატის საშუალებით, ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდის საშუალებით. მადლიერი ვიქნები თქვენ ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამის ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით. სუბტიტრები